გორის მერის მრჩეველმა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა დღეს გადაწყვიტეს, რომ უწყების აიპებს სტუმრებოდნენ და მათი მუშაობა შეემოწმებინათ. დაინტერესება სულ სამმა ორგანიზაციამ გამოიწვია, ესენია კულტურის ცენტრი, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი და გურამ პაპიტაშვილის სახელობის საჭიდაო სკოლა. თუ რა გამოწვევები არსებობს ზემოთ აღნიშნულ აიპებში და რა მიზანს ემსახურებოდა მერის ხელმძღვანელი პირების არაგეგმიური ვიზიტი აიპებში. თამარა დოძის რეპორტაჟიდან შეიტყობთ. მერის მრჩეველი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები თავდაპირველად მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში მივიდნენ და არსებულ პრობლემებს გაეცნენ. აიფში დაახლოებით 1 კვირა 4 ფეხა ცხოველების სტერილიზაცია დაიწყო. პროცედურიდან 10 დღის შემდეგ კი ისინი თავშესაფარს დატოვებენ. როგორც თავშესაფრის დირექტორმა განაცხადა, აღნიშნულის მოგვარების მიუხედავად მათ წინაშე კიდევ მრავალი გამოწვევაა. ექიმის დამატება მინდა და მე ისიც ვფიქრობ, რომ იქნება რაიონში გავიდეთ და იქვე ადგილზე კასტრაცია გაუკეთოთ, უფრო ადვილია და რაღაც მობილური ბრიგადა გავაკეთოთ. ამას ვფიქრობ. და მინდა კიდე სადღეღამისო იყოს ერთი ბრიგადა, იმიტომ ვითხოვე დამატება, რომ ღამე გამოძახება ბევრია, ღამე გამოდიან ძაღლები, რომელიც დღე ჩვენ ვერ ვიჭერთ და შეძვრებიან იმალებიან, ღამე თავისუფლად დადიან და უფრო კარგი იქნება, რომ ღამეც იყოს ჩვენი სამსახური. მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის შემდეგ ვიზიტი გურამ პაპიტაშვილის სახელობის საჭიდაო სკოლაში გაგრძელდა. როგორც საჭიდაო სკოლის დირექტორმა განაცხადა, დარბაზში ფანჯრებია გამოსაცვლელი, რის გამოც უამინდობისას წყალი შედის და კედლები ზიანდება. იმის გამო რომ უფრო მეტად არ დაზიანდეს, თან საშიშროება არ შევქონათ ბავშვებს ვარჯიშის პროცესში, სურვილი გვაქვს რომ მეტალის პლასმასის ფანჯრებით ამოიცვალოს. რომ უფრო კარგად სითბოსაც შეინარჩუნებს ზამთარში და ასევე დაცული იქნება გარედან დაზიანების. მერის თანამშრომლები კულტურის ცენტრში მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნენ. შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. დიდ დარბაზში მოხდა სკამების რეაბილიტაცია, დამონტაჟ და დამატებითი გამათბობლები. შეიცვალა დაზიანებული ფანჯრები და ასევე კანალიზაციის სისტემა. კეთდება სველი წერტილები და მიმდინარეობს გარე ფასადის შეკეთება. ამ ყველაფრისთვის დღესდღეობით დახარჯულია 40,000 ლარამდე მთლიანობაში. მოხდა სახურავის შეკეთება. ეს პროცესი მიმდინარეობს. ეს ყველაფერი ხორციელდება იმ შემოსავლებიდან, რომლებიც აქ ცენტრს საკუთარი შემოსავლები გვაქვს ეს შემოსავლები. არანაირი დამატებითი რესურსი ჩვენ არ მოგვითხოვია მერიისგან და არც გვესაჭიროება. მერის თანამშრომლებმა აიპებს დახმარება აღუთქვეს და განაცხადეს, რომ პრობლემების მოგვარება შესაძლებლობების ფარგლებში მოხდება. არსებული პრობლემები უახლოეს თვეებში უნდა აღმოიფხვრას. ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ კომუნიკაციას ჩვენს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან და გაგვეხარდება მათი წარმატებები, პრობლემებს აუცილებლად მივიტანთ გულთან ახლოს. მერის თანამშრომლები სხვადასხვა აიპებში ვიზიტს ეტაპობრივად გეგმავენ.